მოგესალმებით ოპერა გალა ბანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან. პარალელურად სწავლობდი ეკონომიკის ფაკულტეტზე და მეორე კურსზე ვიყავი კონსერვატორიაში, როდესაც წავედი ბელვედერის კონკურსზე, სადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა ჩემს გამოსვლას და ამ მომენტში მივხვდი, რომ მე მგონი ვექტორი ჩემი ოცნებების უნდა წასულიყო ოპერისკენ. საოცნებო პარტია ბავშვობიდან იყო კარმენი. კარმენი ჩემი რეპერტუარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. საოცნებო სცენად ჯერჯერობით რჩება ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა. დანარჩენ მნიშვნელოვან საოპერო თეატრებში მადლობა ღმერთს ყველგან მიმღერა. ჩვენ დასასიხარულოდ ძალიან დიდი ჯარი გვყავთ საოპერო მომღერლები, ძალიან კარგი საოპერო მომღერლების. უნდა აღვნიშნო, რომ მე პირადადაც და თარწმუნებულად სხვა ჩემი კოლეგებიც ყოველთვის და ყველგან ვასრულებთ ქართულ ნაწარმოებებს. კონსერვატორია ჩემთვის და ეს დარბაზი არის ჩემთვის პირველი წარმატებების ადგილი, რომელიც მომსწრე გახდა ჩემი პირველი ნაბიჯები, საიდანაც დაიწყო ჩემი წარმატება. როდესაც ნიკოლოზი დამიკავშირდა, ჩამიგდო აფიშა, სანდრო ინაშვილის აფიშა, თეატრო რეალში, მადრიდის თეატრო რეალში, სადაც ის მღეროდა კარმენში მიგელ ფლეტასთან ერთად. ზუსტად 2025 წელს თეატრო რეალში ვიმღერე კარმენი. აი ცოტა არ იყოსაც რემლები მომდის, იმიტომ რომ როდესაც ეს ვიმღერე, ნამდვილად მეგონა რომ პირველი ქართველი ვიყავი, ვინც თეატრო რეალში ვმღეროდი კარმენ ამ ოპერაში. და როდესაც ეს აფიშა დავინახე, ესე იგი ვიფიქრე, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა ესეთი წინაპარი ყავდეს და არ იცოდე.